სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბის სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე 3 პირი დააკავა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიზემ განაცხადა. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა და მათმა დამხმარე პირებმა კონკრეტული თანხების მიღების სანაცვლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბის სამედიცინო დოკუმენტაცია დაამზადეს, რის საფუძველზეც ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მიენიჭათ. ბრონქული ასმა არის დაავადება, მინისტრი გახდა ჯანდაცვის ხელს არ შეიშლის არაფერში. 320 წელს თვეში აიღებ პენსიას. დღეს გინდა თუ არა, აი კდარი ცოცხალი უნდა იყოს 1800 ლარი, რომ შევცვალო და სხვისი ჩეკიშზე უნდა ჩაქსვა შენ. მიხდი 3000 თუ არ გინდა 1800 მაინც უნდა იყოს უნდა 3000 ხო? რომ მე იმ ადგილზე ჩაქსვა, რომ ოქტომბერში არ აღებიო და თებერვლამდე არ გაცდეინო. თქვენ როგორც ხარით 1800 ლარი წამოვიდა. 1800 ლარი. კი, ვიცი. დღეს მაგალითად ეხლა რომ დავრეკა, საბუთს გავაკეთებ 3000 ლარი ეგრევე უნდა ხელში. მაგრამ 1800 ლარი ხომ მართლა. და შემიძლია ერთი კვირა ამ ფულით დავიწყო საქმეები თქვენ უბრალოდ რომ მითხარით, რომ დანარჩენი ფული მოგაწოდოთ. ფორმაცია რომ მზად იქნება ექიმების საფუძვე. ჩაგიგდებ, რომ ერთი კვირის განმავლობაში გაგიკეთო უკვე 1200 ლარს რომ ჩაიცხავ. გაიგე? კომისიაზე გავლება რაღაცა. შენ არცად არაფერი მოგიწევს, მე ვარ მაგის ატვიჩა. ეს 1800 როგორც ხარეთ, შეგვასრულა. რაც მალე მოიტანიცი, იმ 5 შაბათამდე თუ ჩარიცხავ, იქეთ 5 შაბათს გაგიკეთე. მეორე ჯგუფი გინდა, ხო? ხო. გავაკეთოთ მაშინ ეპილეფსია, მაგრამ 4 შაბათამდე დაურეკავ იმასთან და ტელეფონით უჩნევია, რომ გადაგიღო. 3200 იქნება გამოგიყვანო, ხო და? და შეიძლება ჩეკის ფული და გამატებიო აწოდო. ერთიანად ხოს უყალ. თუ გინდა 600 მომეცი და თუ გინდა ერთიანად მომეცი. 1 2 3 4 5 6 ესა ჩემი თვითონ დასკვნაა. მაგე შეინსაბოთ. მაგი კი არა გაგონა ვაწერიებ ცოტა რაღაცას რომ დაგენიშნოს თუ არა. კი არაფერი. 600 გაქვს მოცემი. ახლა უნდა მომცე 2700, ხო, 100-ია. ეს 1000 ლარი. ეგი 2000 ლარი. 2700 მეყავს. ესა 700 ლარი. ამოვიდა მაგარა 2700 ლარი. აგერ მაქვს 20 ლარის და 2720 ლარი გამოვიდა. და ზათა საბუთი ყველაფერი და ზაგადგენ მერე კომისიაზე. 500 ლარი. დამთავრდება მაშინ მოვიდა. ახლა ერთ კვირაში და ჩამოხულია. ერთ კვირაში რა? დაგიმთავრებენ მალე. ხო. ფერი კეთდება მეთქება რა გითხრა. ვითომ გაქცევდეთ აპრილი და ბიზნეს პრობლემა. გადაგზავნეს კედარში საერთოდ არ გამოჩნია, ამაზე მეტი აღინდა. შეინახე ეს საბუთი შენია ახლა. ესმის? შეინახე, შეინახე, მე მაგნეგინა. არა, ეს იგი სოციალური შეთანხმებანი აი აღარა გაკეთდა, ვсё. ბაბა რა გითხარი ხალი იზამს ყველაფერს. პირველ შემთხვევაში თბილისში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა დტ-მ მოქალაქეს 3000 ლარის სანაცვლოდ გადასცა შშმ პირის ყალბი მოწმობა, რომლის საფუძველი იყო ბრონქული ასთმის დიაგნოზი ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევებისა და კომისიის გავლის გარეშე. მეორე შემთხვევაში ბათუმში ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა თდ-მ 9500 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი ცნობა, რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი იმ მოტივით, თითქოს მას ჰქონდა C ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაავადება. მესამე შემთხვევაში
ქუთაისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა ც.ომ 3200 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბის სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით. ამ შემთხვევაში ც.ომ აღნიშნული მოქალაქე მიიყვანა ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელმაც მოამზადა კომპიუტერული ენცეფალოგრაფიის ყალბის ცნობა გამოგონილი დიაგნოზით, რის შემდეგაც ც.ომ მოქალაქე წაიყვანა სხვა სამედიცინო კლინიკაში კონსულტაციაზე მეორე ექიმთან, რომელმაც თავის მხრივ დაამზადა ყალბის სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით. სამივე შემთხვევაში ქმედება მიმართული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოში ყალბის ცნობების წარდგენითა და შესაბამისად შშმ პირის სტატუსის მინიჭებით სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული საპენსიო და სხვა შეღავათების მიღებისაკენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221 მუხლის მეოთხე ნაწილით, 25-221 მუხლის მეოთხე ნაწილით და 362 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას, კომერციულ მოსყიდვაში დახმარებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენასა და გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ხედავთ, არსებობს არც თუ იშვიათი შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან ყალბის სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემას, რაც გარდა სახელმწიფოსა და საზოგადოების ზოგადი ანტიკორუფციული ინტერესებისა, უდიდეს ზიანს აყენებს ძალიან ბევრი ღირსეული და პროფესიონალი მედიკოსის იმიჯს. ამიტომ მოვუწოდებთ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს, თუ იმ ადამიანებს, ვისაც მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილი აქვთ, ნუ დაუშვებენ მსგავსი უკანონო ქმედების ჩადენას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორუფციული დანაშაულების მიმართ იქნება განსაკუთრებით შეურიგებელი.